გენეტიკაში გაქვთ მოღალატეობა? მიუნხენიდან საქართველოში დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხებით და შეძახილებით დახვდნენ. ყოფილ პრეზიდენტს გვიან ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გასასვლელ ზონაში სამოქალაქო აქტივისტებმა ქვეყნის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი ქმედებები შეახსენეს. ხელისუფლების ორგანიზებული ჯგუფების მიერ ვითომ პროტესტი სინამდვილეში ეს არის ფასიანი დაორგანიზებული პროტესტი. პროტესტის ეს ფორმა მიუღებელი აღმოჩნდა ნაც ოპოზიციისთვის. ეს კი იმ ფონზე, როცა თავად არასოდეს დაუგმიათ რადიკალური ოპოზიციის და მათი მოკავშირე NGO-ების მიერ ქართული ოცნების წარმომადგენლების მიმართ თავდასხმა და ბულინგი. მეტიც იწონებდნენ და ხშირ შემთხვევაში ექსტრემისტულ ქმედებებს აკეზებდნენ. ასე იყო მოსამართლეების ბულინგის კამპანიის დროს, როცა რადიკალების აქტივისტებმა პროვოკაციები ტრადიციული მეთოდებით მოაწყვეს. ერთ-ერთ რესტორანთან მოსამართლეებს შეურაცხყოფელი შეძახილებით, კვერცხებით და სხვადასხვა საგნებით დახვდნენ. პროცესებში უშუალოდ მონაწილეობდნენ ოპოზიციონერი ლიდერები. ამ ყველაფერს კი რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ასე ამართლებდა. კვერცხის როლაც ევროპული სტანდარტით და ბუშტის როლაც არის პროტესტის მშვიდობიანი ფორმა, გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ბოლომდე ჭდება. გვარამია ამბობდა, რომ კვერცხის სროლა ევროპული სტანდარტია, თუმცა ეს მხოლოდ მაშინ, როცა ამას თავად აკეთებენ. ახლა კი პროტესტის იგივე ფორმა მიუღებელი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ მათ პოლიტიკურ მოკავშირეებთან მიმართებაში ვრცელდება, რადგან საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანების შეურაცხყოფა, სახლებთან მისვლა, განსხვავებული აზრის დევნა, მათ შორის ძალადობრივი მეთოდებით, ეს ყველაფერი რადიკალების ჩვეული ტაქტიკაა. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედება წახალისებულია ევროკავშირის და იმ დასავლური ფონდების მიერ, რომლებიც ღიად და უწყვეტად აფინანსებდნენ ექსტრემისტულ ორგანიზაციებს საქართველოში და არასოდეს მათ ქმედებაზე არათუ პასუხისმგებლობა არ აუღიათ, არამედ პირიქით თავდასხმებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დასაღებდნენ. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტია და მნიშვნელოვანი არის, რომ ასეთ ფაქტებზე ყველას კონდეს შესაბამისი რეაგირება. და მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ხრივ ყველამ გააცნობიეროს განსაკუთრებით ეს ეხება დონორებს და ზოგიერთ ელჩს, რომელიც საქართველოში თესს ზიზღის, აუტანლობის, განხეთქილების გარემოს. ამას აკეთებენ დაფინანსებით. კვერცხების როლა ნებისმიერი შეურაცხყოფა ჩემთვის მათგან განსხვავებით მიუღებელია, იმიტომ რომ ეს ადამიანები პირდაპირ ახალისებენ ძალადობას. მე არ მახსოვს არც ერთი მათგანისგან მომესმინოს, თუნდაც თქვენ ჟურნალისტების მიმართ, როდესაც მიდის ძალადობა, შეურაცხყოფა, მაგალითად, როდესაც ადამიანმა, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელებს და ადამიანებს ცოცხლად წვავდა, ეს ქალბატონი იყო ზუსტად, რომელიც იწყალებდა ასეთ ადამიანს და მთელი PR კამპანია მიმდინარეობდა, როგორმე გმირად შეერაცხათ. წარმოგიდგენიათ, რასთან მქონდა საქმე? არ მახსოვს მათი მხრიდან არც ერთი განცხადება დაეგმოთ ძალადობა. ზურაბიშვილს რა უყვის? როცა გამოვიდა და ათასობით მის ადმინისტრაციასთან მოსულ საქართველოს მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენა. საკუთარ ქვეყანას საქართველოს უღალატა და ჩადიოდა უცხოეთში და ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს საქართველოს. ამბობდა, რომ შავი ხვრელებია საქართველოში. ამბობდა, რომ ის ნახევრად ქართველია და ნახევრად ევროპელი. პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, საქართველოს პარლამენტში მოდიოდა და დასცინოდა პარლამენტის წევრებს და ქართულ საზოგადოებას. და ეხლა რა უყვის, ვერ გავიგე ზურაბიშვილს. არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა? სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც თავს კვლავ პრეზიდენტად მიიჩნევს, გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა და თქვა, რომ ეს იყო ორგანიზებული ძალადობა პრეზიდენტის მიმართ.